თელავის ნიკოს ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნულ უბანში ყოველი უამინდობის დროს გზებზე მოვარდნილი წყლის ნაკადი საცხოვრებელ სახლებში უვარდებათ. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად საკითხი კვლავ მოუგვარებელია. ნახეთ ნინო ჩორგოლიანის სიუჟეტი. დღეს უკვე მეორედ თელავის მუნიციპალიტეტი და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფელი მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ დაისეტყვა. დაიტბორა ქალაქის გზები, განსაკუთრებით დაზიანდა ნიკო ფიროსმანის სახელობის ქუჩა. ვინც ჩაატარა აი ეს ის არა ქვია. კანალიზაცია 1 ოქტომბერს მოჩა არჩევნები და დამთავრდა ამ ქუჩის ყველაფერი. და სირცხვილი, ამას აქვია თელავი. მოსახლეობის თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნულ უბანში ყოველი უამინდობის დროს ეს პრობლემა დგას. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად საკითხი კვლავ მოუგვარებელია. წყალში ვიხვჩებით, პატრონი არავინ არ აყავს. ყოველ წელს ყირდებიან და სულ წყვილებს გვეუბნებიან. აბა სხვა არავინ რა თქვა, აბა. თვალით კიდე უყურებთ რა ამბავში ვართ და როგორ არის. ხანდა მოუგვარებელია, რა ვიცი, აბა რამდენჯერად შეიტანის განცხადება, არც ერთხელ არა თანხა არ არის, ვერ ვაკეთებ და ეს პრობლემები იყო სულ და ეხლა კიდე აი თან ამ წვიმებზე და იმაზე ხო ნახეთ, აი გზა ისია დანგრეული, რომ აი ბავშვები ჩემი სახლის კარებამდე ასე გადმოჭრა მანქანებმა და აი ესე დადიან, რომ იმ გზაზე ვეღარ დადიან ასფალტზე. აი ბავშვი კინომარ გამისრისა მანქანა იმ დღეს. განცხადება შევიტანე, უკან წამოვიღე, არა გვაქვს ფინანსებიო ისისაო, რამდენი შენაირი მოდისო, ვინ იყო, არ ვიცი ის. მუნიციპალიტეტში განცხადება მივიტანე, ამასო მეორედ მოიტან თუ მესამეთო, ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამეებსო. და მე კიდე ვიხვჩები წყალში. ფიროსმანის ქუჩაზე მოგვიანებით პრობლემის ადგილზე გასაცნობად ქალაქის ვიცე-მერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მივიდნენ. ადგილობრივებმა მერიის წარმომადგენლებს პრობლემის შესახებ კიდევ ერთხელ უთხრეს, რამაც ასეთი ხმაური გამოიწვია. ვიცე-მერი მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას 2016 წლისთვის დაპირდა. თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის თანხის 70% ბაგაბაღების რეაბილიტაციას ხმარდება. 2016-ში ეს პრობლემა ამ ხალხს დაავიწყდება, იმიტომ რომ ჩვენ მოვახდენთ მთლიან რეაბილიტაციას ამ ქუჩის. რაც შეეხება მოცემულ სიტუაციაში, შეიძლება ეხლა შეიქმნას, ასე ვთქვათ, შეიძლება კი არა და აუცილებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რისკებს შეაფასებს და შესაძლებელია მინიმალური თანხებით მოხდეს ისე, რომ იქნება ამ მოვარდნილ ღვარცობს ისე აუქციოს გვერდი, რომ ხევში წავიდეს და ეს ადამიანები აღარ დააზარალოს, ასე რომ შეიქმნება ჯგუფი დადებენ დასმას და იმის მიხედვით იმოქმედებს. იქამდე კი სანამ შესაბამისი სამსახურის მიერ გაგზავნილი სამუშაო ჯგუფი ადგილზე შეისწავლის საკითხს, მოსახლეობას უამინდობის დროს შექმნილი პრობლემის გადაჭრა კვლავ თავად მოუწევს.